მოგესალმებით Facebook-ელებს, ვინც შემოგვიერთდით ამ ჯგუფში, რათა დავუსვათ შეკითხვები ეროვნული ფორუმის გენერალურ მდივანს, ბატონ რევაზ შავიშვილს. ბატონ რევაზ უკვე ჩვენთან არის და ჩვენ შემდეგ გაიცნობთ უკვე შეკითხვები. მოგესალმებით, ჩვენთვის პირველი ასეთი კონფერენცია, არ ვიცი რა გამოვა, მართალი გითხრათ, თქვენი იმედი მაქვს Facebook-ელების აქტიურად მომეცით შეკითხვები, არ დამზოგოთ, რაზეც შევძლებ პასუხის გაცემას გაგცემთ, რასაც ვერ შევძლებ, ბოდიშს მოგიხდით, ყველაფერი არც მე არ ვიცი, მართალი გითხრათ. მოგესალმებით. დავიწყოთ მაშინ გიორგი ტაბატაძის შეკითხვიდან. ესე იგი, ბატონ გუბასთან მინდოდა კითხვა, მაგრამ ბატონ რეზოს დაუსვამ. ორივე კომპეტენტურია პრინციპში. ორი კითხვა მაქვს. პირველი ცოტა კრიტიკული. თუ გაქვთ გეგმა, ანუ როგორ მიდიხართ არჩევნებზე, ანუ გაწერილი დეტალურად, მაგალითად ერთ თვეში რას ვაკეთებთ, მეორე თვეს რას და ასე შემდეგ. შეკრება ვერის სასახლეში. არ მოყვა აქტიურობა და ფაქტიურად ზაფხული ისე გაილია, არ ყოფილა 6 იანისგან რამე აქტივობა. უბრალოდ გამოცხადებული იყო, რომ მივდივართ ბრძოლაზე. რაც პრესკონფერენციითაც გაცხადებოდა და არ იყო საჭირო შეკრებები, თუ ამას მოყვება მყისიერად სხვა აქტივობები. თუ ამას მოყვება მყისიერად სხვა აქტივობები. ან თუ არ მოგვება. ხო. მეორე შეკითხვაც არის, ალბათ ის მეორე შემდეგ. ხო, გავყოთ შეკითხვები, რომ ჩაწერა არ მომჭირდეს. ვერის სასახლე, მე ვერ დავეთანხმები, რომ პრესკონფერენციით შეიძლებოდა ამის განცხადება, იმიტომ რომ ჩვენს გვაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. რამდენიმე 1000 კაცის შეკრება სხვა რამ არის და პრესკონფერენციაზე დამდგარი 6 კაცის განცხადება სრულიად განსხვავებული რამ. პრინციპში ვერის სასახლეში მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო თვე არ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში და არც ვერის სასახლის სხდომას ვესწრებოდი, თუმცა რა თქმა უნდა დეტალურად საქმის კუთხეა რაც ხდებოდა, როგორ მიდიოდა მოსამზადებელი პროცესი ამ შეკრებისა და მას მერეც რა ხდება. რამდენიმე 1000 ადამიანის თანხმობა არის მიღებული, ანუ ლეგიტიმაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი არსებობს 6-ეულის ერთად დგომის და შემდგომი ერთად შრომის. ასე რომ თვითონ ეს შეკრება კარგი იყო, მე თუ მკითხავთ აუცილებელიც და ის შედგა საკმაოდ კარგად ჩატარდა. რაც შეეხება მყისიერ აქტიურობას, ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ რომ უამრავი საკითხი არის დასაგვეგმი და გასავლელი. ამ წუთში გეტყვით რა ხდება 6 იანში, მიდის თქვენ იცით რომ შეიქმნა კოალიცია თავისუფალი არჩევანი და ეს გამოცხადდა ვერის სასახლეში, თუმცა კოალიცია საბოლოო სახეს როგორ მიიღებს, ეს იქნება პოლიტიკური ბლოკი, საარჩევნო ბლოკი თუ დარჩება კოალიციად, რომელიც იწვის მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესასვლელად, ეს ბოლომდე ცხადი, რა თქმა უნდა, არ არის. ეს დრო სწორედ იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენ გამოვკვეთოთ ჩვენი პოზიციები, საკმაოდ რთული პროცესია, გესმით რომ ერთ მარტივ საკითხზეც კი 8 პარტიის შეთანხმება საკმაოდ რთული იყო და ბოლო ქართული პოლიტიკური ისტორიის ბოლო ეტაპზე ასეთი რამ პრაქტიკულად არ ყოფილა, მით უმეტეს ასეთი განსხვავებული ხედვების მქონე პარტიების შეთანხმება პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ საკითხზე საკმაოდ რთული პროცესია. ამ წუთისთვის მიმდინარეობს ეს მუშაობა. მუშაობაში ჩართულია პრაქტიკულად ყველა ლიდერი 6-ვე პარტიის, ექსპერტები და პოზიციების შეთანხმება მიმდინარეობს ყველა საკითხებზე. რა გამოვა, მართალი გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, მე საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი, რომ საბოლოო პროდუქტი ამ წუთისთვის არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, სულ რამდენიმე დღის საკითხია ეს ყველაფერი. როგორ მივდივართ არჩევნებზე, არა, ჯერ არ ვიცი, მართალი გითხრათ, მივდივართ კოალიციით, მივდივართ ცალ-ცალკე, მივდივართ რაიმე სხვა კონფიგურაციით, გამოჩნდება მუშაობის პროცესში. მუშაობა გეუბნებით კიდევ რომ მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, თქვენ იცით რომ დღეს ირაკლი ალასამიანის შეხვედრებს ატარებს სამეგრელოს რეგიონში, თუ აქცევთ ყურადღებას ამ ინფორმაციას, არის ინტერნეტშიც, არის ტელევიზიითაც, სხვა ლიდერები თბილისში იმყოფებიან, ფორუმის ცენტრალური ოფისი ფუტკირის სკას გავს დღესაც, გუშინაც ასე იყო და ხვალაც ასე იქნება, ყველა ლიდერი ადგილზეა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები, აზრების შეჯერება, ასე რომ პროცესი დაძრულია და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება. როგორ კონფიგურაციას მიიღებს ყველაფერი ეს, ამის თქმა ჯერჯერობით ადრე გახლავთ. სამუშაო პროცესია და პროცესში ჩართული ვართ აქტიურად.
მადლობთ. მეორე შეკითხვა ისევ გიორგი დაბადაძისგან. ფიქრობ თუ არა, რომ დღეს ისე როგორც არასდროს სჭირდება საქართველოს სოციალური პოლიტიკა, სუბსიდირება ხელისუფლებისგან განათლებაში, ჯანდაცვაში და ასე შემდეგ. და გაქვთ თუ არა ამ მხრივ რაიმე პოლიტიკა ეროვნულ ფორუმს და თუ გაქვთ გითხარით რაში მდგომარეობს. PS ადმინ ჯობდა რაიმე პუბლიკ ჯგუფი შეგექმნა ცალკე ეროვნული ფორუმის უფრო მოხერხებული იქნებოდა კითხვები ძნელად იდება და მაგიტო. ძალიან ხალხმრავალი ჯგუფია და ეს ტექნიკური. რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, თვითონ ფორუმში ამ საკითხებზე მუშაობს საკმაოდ ძლიერი ჯგუფი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას ექნება შესაძლებლობა ასეთივე ფორმატში შევხვდეთ თქვენ და უფრო დეტალურად გესაუბრონ ამ საკითხებზე. უშუალოდ შეკითხვას რაც ეხება უნდა იყოს თუ არა, რა თქმა უნდა იყოს, რა თქმა უნდა სახელმწიფო გარკვეულ სუბსიდირებას უნდა აკეთებდეს სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, თქვენ ჩამონათვალი გააკეთეთ და ვფიქრობ ეს არ არის სრული ჩამონათვალი, მაგრამ საკითხი ძალიან რთულია ჩვენი სახელმწიფო რესურსებიდან გამომდინარე, ამიტომ რამდენი და როგორ ცალკევის საგანია და მე ვფიქრობ ძალიან შორს დაუყოვნებლივ ჩარევა საჭირო იმაში, აქ პოლიტიკაზე ლაპარაკიც კი აღარ არის, როცა ადამიანები შიმშილობენ, ხო? აქ არც ეკონომიკურ, არც სოციალურ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ არის. არის სასწრაფო ღონისძიებები, მისაღები ადამიანების დასაყურებლად, მათი ჯანმრთელობის უპირველესი საკითხების მოსაგვარებლად, სხვა სოციალური საკითხების მოსაგვარებლად. მადლობთ. შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ თემურ ვაშაკმაძისგან. ბატონ რევაზ 1995 წლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები იქნა გაყალბებული. გამყალბებლებმა თქვენი სიმპათია, ანტიპათიის მიუხედავად რა სახის პასუხი უნდა აგონ და საერთოდ უნდა წარგვიდნენ თუ არა სასამართლოს წინაშე. ხო, ჩემი სიმპათია, ანტიპათიები აქ არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ არავითარი სიმპათიები გამყალბებლების მიმართ არ მაქვს, ვინც არ უნდა იყოს ისინი. ეს ერთი, მეორეც, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ და არა მარტო გამყალბებლებმა, თუმცა ამ საკითხზე ვისაუბრებ. 95 წლიდან მე გეთანხმებით, ყველა არჩევნები გაყალბდა და ყოველი შემდგომი არჩევნები ყალბდება უფრო და უფრო დიდი მასშტაბით. ხომ აქ შემკვეთებიც დასაჯელები არიან და შემსრულებლებიც, რიგითებიც, ვინც ამას ასრულებენ, ხო, მაგალითად ეს ქალბატონები ზოგიერთ შემთხვევაში, რომლებიც ძალით კრიბავენ ადამიანებს, აკონტროლებენ ხმის მიცემის პროცედურას და აქ არ გამოდგება სიტყვები რა ვქნა მე მავალებდნენ და ასე შემდეგ. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დამთავრდეს დასჯის გარეშე, როგორც ჩანს ეს ყველაფერი არ გამოვა, მე ძალიან არ მინდა ვიღაცების დასჯა, მაგრამ დანაშაული უნდა დაისჯეროს საჭიროს. ამდენადაც ვიცით სიცოცხლის კოდექსი არჩევნების გაყალბებისთვის და ამ გაყალბებისთვის, ხელის შეწყობისთვის, ამ გაყალბებაში მონაწილეობისთვის გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთასაც. ესე რომ ნორმალური ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამოტივდება და დასაჯელი დაიშება. მადლობთ. შემდეგი შეკითხვა გიორგი მელითაურისგან. ბატონო რევაზ, საქართველოში დიდი ხანია დევნილების ხელახალი დევნის ტალღაა წამოსული. კორპუს მიადგებიან და გამოყრიან ხოლმე დევნილებს. შესაბამისად, მხოლოდ იმ კორპუსის წარმომადგენლები მიდიან დევნილთა სამინისტროსთან და ეძახიან ჩამოდიო. რა თქმა უნდა, არავინ ჩადის და ვართ ასე ბედნიერად. დიდხანს ვიფიქრე იმაზე, რატომ არ ეხმარებიან სხვა კორპუსის წარმომადგენლები დასახლების პირას მისულ დევნილებს. ამბობენ ეშინიათო, მაგრამ 64-დან გამოყარეს, აწი რაღაც შეაშინებთ. მეორე ხმა დადის ქალაქში, ფულს უხდიან, ზეციურ მანანებს პირდებიან, ზეციურ მანანებში მოკლედ დავსვათ შეკითხვა, გასაგებია რაზეც არის. მანანებში გულისხმება დანგრეული შენობა და მაგით აჩუმებენო, ეგეც არ მგონია, რადგან შეიძლება იმედი აქვთ, მაგრამ უტყუები არ არიან ნამდვილად და ხვდებიან, რომ მათი ჯერიც მოვა. მოკლედ, ბევრი ასეთი მიზეზის მოყვანა და გაბათილება შეიძლება კონტრარგუმენტით, მაგრამ ჩემი აზრით არსებობს ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან გათითო კაცებულები. მათ არ იციან მათი მნიშვნელობა საერთაშორისო ამხანაგობაში, როგორ ექცევიან მათნაირ დევნილებს, როგორ პატრონობენ, როგორ უკმაყოფილებენ მათ მოთხოვნილებებს და როგორ აიძულებენ სახელმწიფოებს მიხედონ თავიანთ დევნილებს. ვიცი რომ ამერიკაც და ევროპაც აღშფოთებულები არიან ჩვენი ხელისუფლებისგან ასეთი დამამცირებელი მოქმედებებით.
დევნილების მიმართ, მაგრამ ვერც ამერიკა და ვერც ევროკავშირი ერთ კორპუსს მხარს ვერ დაუჭერს. ასე პირდაპირ. კარგით, საკმარისია. ეს შემოთავაზებაც არის აქ და იქნებ მოიწვიოთ, შეკრიბოთ სადმე 2-2 ან 3-3 წარმომადგენელი დევნილთა თითო კორპუსიდან და აუხსნათ მათი მნიშვნელობა. იქნებ ანახოთ სხვა ქვეყნის დევნილების მიერ მოთხოვნილი და შესრულებული მოთხოვნები. იქნებ მიახვედროთ და შეაგნებინოთ, რომ დევნილთა მასიური გამოსვლა დიდი ძალაა და ყველა აღმართს მოხნავს. ვფიქრობ, ამით მათი გაერთიანება ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისის მეორე ეტაპი იქნება. ხო, მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე. თუ პოსტვა სულს ადამიანს პოსტოს ეს პრობლემა არ არის, მაგრამ შეკითხვა დამისვით რომ მე გავცე პასუხი. დანარჩენ საზოგადოება თვითონ კითხულობს, ხო, ამბობს წაიკითხა, ხედავენ არა? რა თქმა უნდა, ხო. გასაგებია, საზოგადოება წაიკითხებს და ბატონ გიორგი, ხო? ბატონ გიორგი მელიქაურის აზრი ეცემა, ჩვენთვისაც საინტერესო იყო. დიახ, პრობლემა არსებობს და მარტო დევნილთა პრობლემა ეს არ არის, მართალი გითხრათ, საზოგადოების პრობლემა არის. საქმე ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, ჩემო კარგები, უნდა გითხრათ. სულ ლაპარაკობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და არ ვამბობთ რა არის ეს სამოქალაქო საზოგადოება, მხოლოდ ატრიბუტიკაზე საუბარს თუ მოკრავთ ხოლმე ყურს, რომ აი განვითარებული არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, თავისუფალი მასმედია და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ ატრიბუტები, მხოლოდ ნიშნები სამოქალაქო საზოგადოებისა. და მაინც უნდა ვთქვა რა არის სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სიტყვა ხას უსვამს სიტყვა თავისუფალს და მე გეტყვით რას ფიქრობ ამის საუბარზე. თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, რომელთაც აქვს ერთი უმთავრესი თვისება, თვით ორგანიზების უნარი, საკუთარი და საზოგადო პრობლემების მოგვარებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, თვით ორგანიზების უნარი. აი ამ წუთში თქვენ შეკითხვაში მთელი ეს პრობლემა ჩანდა საკმაოდ გრძლად მოცემული არა, რატომ არ გამოდიან? იმიტომ რომ ამ საზოგადოებას არ აქვს თვით ორგანიზების უნარი თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, მაინც აღარ ვლაპარაკობ საზოგადო პრობლემებს. ხო, თვით ორგანიზების უნარი. ანუ საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. მორჩა და გათხოვა. ეს არის პრობლემა. არაერთხელ თქვენ თავაზობთ შევკრიბოთ 2 კაცი და ასე შემდეგ ახსნა განმარტება ჩავუტაროთ. არაერთხელ გონი ასეთი შეხვედრები ჩვენ მათ შორის დევნილებთანაც. აი როცა მოდიან და ასე კორპუს როგორც თქვენ ბრძანეთ დაავადებულები, როცა გამოსახლებას უპირებენ, მაშინ მოდიან და გეუბნებიან, მოდით ხარი დაგვიჭირენ და ასე შემდეგ. ჩემი პასუხი, ჩემი შეკითხვა ერთადერთია ამ დროს. როცა წინა კორპუსს ასახლებდნენ გუშინ წინ, თქვენ თუ მიხვედით იმ კორპუსის წარმომადგენლების დასახმარებლად. მე მინდა გითხრათ, რომ აი ამდენი წლის განმავლობაში არც ერთი დადებითი პასუხი არ მიმიღია. ანუ რასთან გვაქვს საქმე? ადამიანები ითხოვენ დახმარებას, მაგრამ თვითონ ეს დახმარება მორჩინონ სხვებს. დევნილებს აქვთ ერთადერთი პრობლემა. ერთადერთი. ხო, ყოველ შემთხვევაში ერთი პრობლემა ძალიან მკვეთრად და აშკარად გამოხატული. ამის გარშემო ვერ ახერხებენ დაჯგუფებას და გეთანხმებით ძალიან დიდი ძალა ესა 200-300 რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათეულათასი ადამიანის ერთად ყოფნა, ხომ არა მარტო მოაგვარებდა აი ამ ერთ პრობლემას, რომელიც არ ჩანს დიდ პრობლემად, არ ჩანს მთლიანად საზოგადოებისთვის, ხო, ცალკეული ოჯახისთვის გადაუწყვეტელი პრობლემაა, უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებისთვის მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ძნელად გადასაწყვეტი პრობლემა. და პირველ რიგში დევნილები უნდა გაერთიანებულიყვნენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ისე გაერთიანებულიყვნენ, რომ თავრობაც და პოლიტიკური პარტიებიც იქით მისულიყვნენ მათთან სათხოვნელად იმ შემთხვევაში, როცა მათი მხარდაჭერა დაჭირდებოდათ, არა? მათ ეს რესურსი აქვს, თუმცა დღემდე ეს არ ხდება. ჩემი აზრით, არა მარტო დევნილებთან დაკავშირებით, სხვა პრობლემების მოგვარებაც საქართველოში დაკავშირებულია, მოუგვარებლობა უფრო სწორად. დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკულად არარსებობის ან თუ უფრო რბილად ვიტყვი, ჩანასახოვან მდგომარეობაში ყოფნით. ეს პრობლემაა, მე ვთქვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ეს არის თვითორგანიზებადი საზოგადოება საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის ორგანიზების უნარით, თუმცა აღნიშნე აგრეთვე, რომ ეს არის თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება, ამის გარეშე არ არის. თავისუფალი ადამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც თავად იზღუდავს თავს იმ პრინციპით, რომ მის გვერდზე ცხოვრობენ მასავით თავისუფალი ადამიანები. ასე რომ პრობლემები ძალიან
ძველია, ეს არ მოდის, ეს არ არის მარტო ჩვენი დღევანდელობის, ან თუნდაც ჩვენი თაობის, ან დღეს მაცხოვრებელი ქართველების პრობლემა, ეს პრობლემა მოდის მრავალი ათეული წლის განმავლობაში, როდესაც საზოგადოებას თავისი საკუთარი პასუხისმგებლობა დაკარგული ჰქონდა და არ იბრძოდა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად და მე ვფიქრობ, რომ მომავალ თაობაშიც ეს გარკვეულ რეციდივებს გამოიწვევს. სამწუხაროდ ასეთი პესიმისტური დასკვნა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არც ასე არ თლაც საქმე. მომავალი მაინც უფრო ნათელია, ვიდრე მე ვხვევი ახლა. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. კახი დვალიშვილი გვეკითხება, ბატონო რეზო, როგორ შეაფასებთ პარლამენტისა და დედაქალაქის გადატანას ქუთაისში და თქვენი აზრით რა ხარჯებზეა საუბარი? მსგავსი უსინდისობა, სიბეცე, გაუნათლებლობა, არ ვიცი კიდევ რა ვთქვა, მე იშვიათად მინახავს. რატო აკეთებს ეს კაცი ამას, მე არ ვიცი. ის რომ საქართველოს დედაქალაქი უნდა იყოს თბილისში, არ არის მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტი და მას არ გადაუწყვეტია ეს გადაწყვეტა თავის დროზე ვახტანგ გორგასალმა და მერე ყველა შემდგომ მეფემ დაადასტურა და არც სხვა ხელისუფლებებს არ ქონია ამის მიმართ რაიმე განსაკუთრებული პრეტენზია. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს თბილისში, ხელისუფლების ორგანოების ძირითადი ნაწილი უნდა იყოს თბილისში. თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში ამერიკისკენ ყურებას, როცა სხვადასხვა უწყება შეიძლება იყოს სხვადასხვა ქალაქში, ხომ? დედაქალაქი, მითაც არის დედაქალაქი, რომ საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს თბილისში. ხარჯებთან რა თქმა უნდა არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი. დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რამდენიმე ათეულ მილიონთან არის ყოველწლიურად ეს საკითხი დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მე ვამბობ, რომ ეს არ არის ყველაზე მთავარი უარყოფითი რამ, რაც შეიძლება მოხდეს დედაქალაქის ქუთაისში ან სხვა ნებისმიერ ქალაქში გადატანის მცდელობას. ამაზე ძალიან კარგად საუბრობს ხოლმე კუბა სანიკიძე, რომელიც წარმოშობით ქუთაისელია და ვერავინ დასწამებს ქუთაისის არ სიყვარულს ან მისი იგნორირების მცდელობას. ამიტომ ვფიქრობ, მასთან უფრო არის ეს შეკითხვა და ჩემი პოზიცია გითხარით, დედაქალაქი უნდა იყოს თბილისში და ასეც იქნება. ნუ ინერვიულებ ძალიან ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ დავუშვით. შემდეგი შეკითხვა გუგას სიხასგან. ბოლო წლებში ეროვნული ფორუმი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში. კარგად მახსოვს თქვენი მომხრეების ის არნახული რაოდენობას, რაც თქვენ გამოყვათ აპრილის აქციებში. საარჩევნო გარემოზე მომუშავეს ჯგუფის შექმნიდან კი თანდათან უკანა პლანზე გადაიწიეთ. შემთხვევით ხომ არ დათმეთ მოწინავე პოზიციები და თქვენი როლი ალასანიას ხომ არ გადაულოცეთ. იმიტომ გეკითხებით, რომ ამ ჯგუფის სახელით როგორც წესი ის ლაპარაკობს და მაინტერესებს რამე შეთანხმება ხომ არ არის ექვსიანი შიგნით, რომ ამ ალიანსის ლიდერიც ის უნდა იყოს. არა, ასეთი რამ არ ხდება. მე ვიცი, რომ ბატონი არ არის პირველი, ვინც ამას ამჩნევს და გვეუბნება და ფაქტია, რომ ფორუმი ნაკლებად აქტიური იყო მთელ ამ პროცესში, რომელიც ნოემბერში დაიწყო შარშან, მაგრამ ამას ერთი ძალიან სრულიად პროზაული მიზეზი ჰქონდა. ფორუმი არ ღებულობდა მონაწილეობას, ხაზს უსვამ, არ ღებულობდა მონაწილეობას მთავრობის მოლაპარაკებაში, მთავრობასთან მოლაპარაკებაში. ანუ იმ მაგიდასთან, სადაც ხდებოდა მთავრობასთან შეხვედრები და გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებები, ფორუმი მონაწილეობას არ ღებულობდა, არ იჯდა იმ მაგიდასთან. ერთი მარტივი მიზეზის გამო მთავრობას მძევლად ყავდა აყვანილი ჩვენი წარმომადგენელი ზაზა ჩაკვეტაძე, ცნობილი ფაქტია და ფორუმმა იმთავითვე გამოაცხადა, რომ ჩვენ მთავრობასთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფორუმი აქტიური არ იყო, ან რამე ფორუმის გარეშე წყდებოდა რვიანი შიგნით. ყველა შეხვედრის წინ მთავრობასთან ჩვენ კონსულტაციებს ვლავე პარტია გავდიოდით ერთმანეთთან და მე გეტყვით, რომ ამ კონსულტაციებში ფორუმის აქტივობა არ იყო ყველაზე ნაკლები, ანუ უკანასკნელი ადგილზე არ ვიყავით. რა თქმა უნდა, ფორუმი ანგარიშგასაწევი ძალაა დღესაც საქართველოში და უნებრივია მით უფრო რვიანში მას ანგარიშს უწევდნენ. ამიტომ ჩვენი წინადადებები, რა თქმა უნდა, მთავრობას მოსმენილი აქვს. ჩვენ ყველა წინადადების მომზადებაში და საერთოდ პროექტის მომზადებაში აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდით. მეცაც გეტყვით, მთლიანად ეს პროექტი, ხომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროექტი დაწყებულია ფორუმის მიერ, საზოგადოებას ახსოვს, რომ ფორუმი გამოვიდა ამ ინიციატივით, ფორუმმა შეკრიბა ძირითადი ხელმოწერები, ხო, რამდენიმე 100,000-ზე მეტი ყოველ შემთხვევაში.
და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც მთავრობასთან მოლაპარაკებაში არ მონაწილეობ, მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგებს კომენტარებს აკეთებდნენ ისინი, ვინც უშუალოდ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა. ეს არის ერთი ძალიან მარტივი მიზეზი იმისა, რომ ფორუმი ასე საზოგადოებრივად აქტიური არჩენდა, არჩენდა ფორუმი ტელეეკრანებზე, როდესაც ახსნა განმარტებებს აძლევდა რგიანი საზოგადოებას იმის თაობაზე თუ რა ხდებოდა აი ამ პროცესთან დაკავშირებით. არავისთვის არაფერი არ გადაგვილოცია, განუკვეთილი ლიდერები 6-იანში რა თქმა უნდა არიან და ეს ცალკეულ პარტიებს რამდენიმე ყავს ასეთი და ერთი ლიდერის გამოკვეთა მოხდება თუ არა მართალი გითხრათ არ ვიცი. ავანსად ლიდერების დანიშვნა არ იქნება, იმიტომ რომ კონტრპროდუქტიულია ეს ყველაფერი. ლიდერებს ყოველთვის წარმოაჩენს მათი საქმიანობა, ადამიანების საქმიანობა, გულწრფელობა, ცოდნა, განათლება, კულტურა და ასე შემდეგ. ამიტომ შედგება თუ არა პოლიტიკური 6-იანი, მართალი გითხრათ არ ვიცი, პოლიტიკური ბლოკის სახით. დიდი იმედი მაქვს ამისი. ეყოლება თუ არა მას ერთი ლიდერი, მართალი გითხრათ არ ვიცი და ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. და არც ფორუმელები დაიხევენ უკან ლიდერობის თვალსაზრისით, რადგან ფორუმს ყავს რამდენიმე განუკვეთილი ლიდერი, რომელსაც ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. თუ ამოწურე არ ვიცი შეგვიძლია. მადლობთ. ეს არის ერი გულბანის კომენტარი, ასეთი რაზე დავთ საერთოდ, როცა ერთი საერთო ინტერესი არაფერში არ გაგვაჩნია. არეულ საზოგადოებაში ყველა პრობლემის გადაწყვეტის თავი და თავი მომავალ თაობაზე ფიქრია, მათ აღზრდაზე ზრუნვაა. ამით თვით საზოგადოებას უმჯობესდება, ხიზლდება. ერთი საზრუნავი და მიზანი უჩნდებათ და ცხოვრებასაც მეტი ხალისი აქვს. სადაც ეს არაა, საზოგადოება ყოველთვის არეულია, ქაოსია, დაულაგებელია, ერთმანეთში გაუგებრობაა და ასე შემდეგ. მტერი ამით სარგებლობს და უნდა მიწის ნაწილს გაუყიდის და უნდა სხვას ჩაასახლებს. სამურსაც არ მისცემს და ყველაფერს ცეცხლის ფასადსაც დაადებს. ასეა ვინც მომავალ თაობაზე აზრუნავს, ასეთი საზოგადოება უპასუხისმგებლოა და მის დაცემულს ნეხასიათსაც და სახესაც კარგად წარმოაჩენს. გვიპასუხოს ბატონმა რევაზმა, ეს ასეა თუ არა? ასეა. თუ თქვენ გაგმაყოფილებთ ჩემი მოკლე პასუხი, მთლიანად ვეთანხმები იმას, რაც თქვენ ბრძანეთ. ბატონო ერი გულბანი. ბატონო ერი გულბანი. მთლიანად ვეთანხმები ამას და მე ვცადე დაახლოებით იგივე საკითხებზე ველაპარაკა, როცა სამოქალაქო საზოგადოებაზე ველაპარაკობდი. საზოგადოებას უნდა გააჩნდეს თვით ორგანიზების უნარი, ანუ არავის დაძახება არ უნდა ჭირდებოდეს. გადახედეთ ქვეყნებს თუნდაც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს, რომელშიც რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, იქ ლიდერები არჩევენ, იქ ადამიანები სწორედ საზოგადოება გახდა, მე არ ვამბობ, რომ იქ სამოქალაქო საზოგადოება განვითარებულია, უკიდურესმა მდგომარეობა მიიღო ადამიანები იქამდე, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, მოაწყეს რევოლუციები. მე არ ვლაპარაკობ ახლა რევოლუციების აუცილებლობაზე, თუმცა არც უმაგისობა მართალი გითხრათ. უბრალოდ საუბრობ იმაზე, რომ ადამიანები არ იღებენ პასუხისმგებლობას, არ არიან, არ თვლიან თავს ვალდებულად იზრუნონ თავის ქვეყანაზე, ანუ იზრუნონ ამ ქვეყნის მომავალზე, ვეთანხმები ბატონ ერის ამ საკითხში მთლიანად. ახლა ორი სიტყვა რახან ვალდებულება და პასუხისმგებლობა ვახსენებ. არავინ არავისთან არ არის ვალდებული და პასუხისმგებლობა. ეს ინდივიდუალური თვისებაა და ადამიანი იმდენად არის პასუხისმგებელი და ვალდებული, რამდენადაც თვითონ იღებს ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ხო? ხშირად გაიგონებთ. ხო, რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ არა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, როცა კანონი თვითონ გავალდებულებს რაღაცების კეთებას და თუ ამის წინააღმდეგ მიდიხარ, მაშინ სასჯელი არსებობს, ანუ პასუხისმგებაში მიქცემს თვითონ სახელმწიფო და კანონი. არა, მე მორალურ ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. და ეს ისეთი კატეგორია, რომელსაც თუ თვლი რომ ვალდებული ხარ, მაშინ ხარ და იღებ ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, თუ თვლი რომ არა, მაშინ ვერც ვერავინ ვერ დაგაკისრებს, არა, შუბლის წარგვის პრობლემაა ეს. საბოლოო ანგარიში ხშირად გაიგონებთ იქ ხალხი დაარბიეს, ვინ არის პასუხისმგებელი, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ორგანიზატორი, დააკისრებს თუ არა და ასე შემდეგ. ლაპარაკი ამაზე საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, მე ვფიქრობ. ან აიღებენ პასუხისმგებლობას და იქნებიან მაშინ პასუხისმგებლები, ან არა იღებენ და ვერც ვერავინ ვერ დააკისრებს პასუხისმგებლობას. ეს ასეა და ამას ვერ გავიქცევით, იმიტომ რომ ლაპარაკი არის მორალურ პასუხისმგებლობაზე და ეს არის ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად ცალ-ცალკე ადამიანის გადასაწყვეტი. მე პირადად და ჩემი მეგობრები ყველაფერზე რაც ხდება კორონავირუსში
ვიღებთ პასუხისმგებლობას და ამ საქმეში ვართ, იმიტომ მხოლოდ რომ ვალდებულება გვაქვს როგორც წარსულის, ისე იმ მომავლის წინაშე, რომელიც ჯერ არ არსებობს. არსებობს კი არა, ჯერ არ დაბადებულა, მოდით ასე ვთქვათ, ფიზიკურად, თუმცა არსებობს. დიახ. შემდეგი შეკითხვა გუგას იხარგან გავკადნიერდები და კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ. შეიძლება არა უმთავრესი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომ უზრუნველყოს თავისი და საკუთარი ოჯახის ელემენტარული ეკონომიკური კეთილდღეობა. ნაცების მიერ ყველაფრის მითვისება გასხვისების ფონზე ძალიან მძიმე პერსპექტივები ჩანს იმ პერიოდისთვის, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. დაუშვათ ფორუმმა გაიმარჯვეთ არჩევნებში. რა ვადებში გეჩვენებათ შესაძლებლად ამ მასობრივი სიღარიბის დაძლევა და რა გზით? ხო, შეკითხვასთან რა კავშირი იყო ამათმა ყველაფერი შეჭამეს, არ ვიცი მართალი გითხრათ. თუ მეკითხებით, უნდა დაბრუნდეს ეს ყველაფერი თუ არა, მე გეტყვით, რომ ამის მექანიზმები უნდა შეიქმნას. რა დაბრუნდება და როგორ ეს სხვა საკითხია და თუ შეკითხვა იქნება, ვისაუბრებთ ამაზე. რაც შეეხება რა ვადებში როგორ შეიძლება შიმშილობისგან თავის დაღწევა, მართალი გითხრათ, საქართველოს ისე მე არ მინდა ლოზუნგები გამომივიდეს. ისეთი ქვეყანა აქ ადამიანები არ უნდა შიმშილობდნენ, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების დიდი ნაწილი არის შიმშილის ზღვარზე, თუ მარტო შიმშილზე ვილაპარაკეთ, ჯანდაცვის პრობლემები არსებობს, განათლების სისტემის და ასე შემდეგ. არ უნდა იყოს ამ ქვეყანას ეს სირთულეები არ უნდა გქონდეს. არის და ამის დაძლევა შეიძლება. მე გირჩევთ ვინაიდან ინტერნეტით სარგებლობთ და კომპიუტერიც გაქვთ, რახან აქ სვამთ შეკითხვებს, რომ შეხვიდეთ ფორუმის საიტზე, ძალიან მარტივია, ფორუმი, ბოლოში წერტილიანი i, წერტილი g და მული პროგრამა. თქვენ ნახავთ, მე შემიძლია დაგანახოთ, აი ესეთი ბროშურა ეს PDF ფაილში ჩვენს საიტზე, ასე ვთქვია, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. აი ასე ჩანს. შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის ჩვენი ხედვა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და იქ დაძლევის მექანიზმები რა თქმა უნდა არის. ძალიან ვრცელია ეს ყველაფერი ერთ ასეთ სესიაზე სასაუბროდ, ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენით რომ გაეცნოთ ამას ყველაფერს საკმაოდ კარგი ენით არის დაწერილი და გეცოდინებათ ფორუმის ეს პროგრამული დოკუმენტია, პროგრამა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების სახით. ნიკო ორველაშვილმა დაიწყო ამ პროგრამის კეთება, მის გარეშე მოგვიწია დამთავრება, შარშან ეს პროგრამა დაამტკიცა ფორუმის კონფერენცია, რომელიც კალათბურთის სასახლეში ჩატარდა და 2010 წლის ჩათვლით ყველა მონაცემი იქ არის ციფრებით, ასე შემდეგ გეცოდინებათ როგორ და რანაირად. და კიდევ ერთი, ამ საკითხებზე სასაუბროთ გაცილებით უფრო კომპეტენტურია ჩემზე, კომპეტენტურია ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი, მომავალ პარასკევს მას ექნება აი ასეთივე სესია, ინტერნეტ კონფერენცია Facebook-ელებთან, ამიტომ შეგიძლიათ დღესვე ამ შეკითხვის პროცესს გადავცემას. ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი შიმშილის და სიღარიბის დაძლევა საქართველოში ნორმალური ხელისუფლების და ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარების პირობებში. ეს ძალიან მოკლედ. მადლობთ. შემდეგი შეკითხვა ვანცა კინწურაშვილისგან. გამარჯობა ბატონ რევას, საინტერესოა ხელისუფლების რომელ რეფორმას მიიჩნევთ მართებულად და რატომ? ხელისუფლების რეფორმებს მე არ ვიცნობ. კაპიტალურ საქმეს ძალიან ბევრს, ამიტომ არ მივიჩნევ არც ერთს და არც კომენტარს არ გავაკეთებ მათზე რატომ არ მივიჩნევ. კონკრეტული დამისახელით და გეტყვით. ამიტომ მთლიანად ხელისუფლებაზე. ეს არის დამანგრეველი ხელისუფლება. მე არ ვარ პოპულისტი ადამიანი, მე მიყვარს ციფრებით საუბარი და არგუმენტებით. თუმცა ერთი არგუმენტი და ერთი ციფრი აქ არაფერს არ უშველის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც მიდის დიქტატურისკენ, ცდილობს დაამყაროს დიქტატურა. და არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო, სადაც მათ მოღვაწეობას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგი და უარყოფითი რეზულტატი არ აქვს. არ მივიჩნევ დადებითად მათი რეფორმატორული საქმიანობის შედეგებს. არც ერთ სფეროში. კონკრეტული საკითხი თუ გაინტერესებთ მკითხეთ. მაგალითად მომწონს ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ ახლა ეს რეფორმატორული შედეგია თუ არა, არ ვიცი.
შემდეგი შეკითხვა ზურაბ ციკლაურისგან. ხელისუფლებამ დაიწყო არასავალდებულო, თუმცა მრავალგვარი ფუნქციებით აღჭურვილი ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, რომლის პარალელურად კვლავ იმოქმედებს ძველებური პირადობის მოწმობები. აგრეთვე პარალელურად ხდება მოსახლეობის დაშინება სამღვდელოების მხრიდან, რომ ეს პასპორტები შეიცავს ანტიქრისტეს ნიშანს. ცხადია, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება გადაფარვა ეროვნული ფორუმის მოთხოვნისა, რომ ყოველი ამომრჩევლისათვის დამზადებულიყო ბიომეტრიული პირადობის მოწმობა. რა შეიძლება დაუპირისპიროს ეროვნულმა ფორუმმა ხელისუფლების ამ ვირეშმაკებას? ხო, რამდენიმე უზუსტობა არის აქ. სერიოზული არა. ხელისუფლება გასცემს პირადობის მოწმობებს ბიომეტრიულს და პასპორტებსაც საზღვარგარეთ მიმავალი ადამიანებისთვის. ასე რომ ორ დოკუმენტზეა ლაპარაკი. ბიომეტრიული პირადობის მოწმობა, მრავალფუნქციურია, რა თქმა უნდა, და ბიომეტრიული პასპორტი. ფორუმის წინადადება არ ყოფილა ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გაცემა. ფორუმის წინადადება იყო ბიომეტრიული პარამეტრებით არჩევნების ჩატარება და ის პირადობის მოწმობა საერთოდ არ ითხოვდა. მართალი თუ გნებავთ. უბრალოდ, როდესაც ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ, ჩვენ და გვიანმა თლიანად, ხელისუფლებამ თქვა, რომ კაცო, ჩვენო ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გაცემას ვიწყებთ მომავალი წლის 1 აგვისტოდანო და ამას ხوار მიუერთდეთო. ხელისუფლებამ კი არ თქვა ესა. მოლაპარაკებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს ეს. და მაშინ ჩვენ ვთქვით, კი ბატონო, თუ ამას გააკეთებთ, ძალიან კარგი იქნება. მე რატომღაც დავთვალა იმას, რომ ჩვენ ეს 200 მილიონი ჯდება და მოითხოვა ფორუმმა და ასე შემდეგ. სისულელეა, ჯერ ერთი აღავითარი 200 მილიონი ეს არ ჯდება. და მეორეც ჩვენს სისტემას არ ჭირდებოდა პირადობის მოწმობები ბიომეტრიული. ხო? უბრალოდ თვითონ რეგისტრაციის პროცედურა უნდა ყოფილიყო დამყარებული ბიომეტრიულ პარამეტრებზე რეგისტრაციის წინასწარი და შემდეგ იდენტიფიკაციის ან ვერიფიკაციის მომენტები უშუალოდ საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს, ხო, დადასტურების მომენტები. პროცედურას გეტყვით, მიდიხართ ძველი პირადობის მოწმობით, თუმცა თქვენი ბიომეტრიული მონაცემები დევს კომპიუტერში, ხო? თქვენ თუ ის კაცი არ ახართ, მაშინ თქვენი თითის ანაბეჭდი, რომელსაც საარჩევნო უბანზე მიდიხართ, აჩვენებთ პირადობის მოწმობას, აიკრიფება თქვენი გვარი, სულეთია როგორი პირადობის მოწმობა ესა, მერე დაადებთ თითს, იქ სადაც უნდა დაადოთ ეს თითი, ანაბეჭდს კი არ გიღებენ, უბრალოდ ხედავს კომპიუტერი თქვენი თითის საიმ კონფიგურაციას და კომპიუტერი გეუბნებათ, ნამდვილად ეს პიროვნებაა თუ არა, ასე რომ თქვენი მისვლის გარეშე უბრალოდ ხმის მიცემა შეუძლებელი იქნება. სხვაგან ფიქსირდება, რომ ამ ადამიანმა უკვე ხმისა და სხვაგან ვერ მისცემს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ პირადობის მოწმობა არ ჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ სამღვდელოება ჯერ ერთი მთლიანად სამღვდელოება არ აშენებს. მეორეც მე უნდა უთხრა ყველას, რომ კათოლიკოს პატრიარქი სარგებლობს ბიომეტრიული პასპორტით და მას რა თქმა უნდა ეშმაკი მხარზე არ ასის. გესმით ხო, როცა საზღვარგარეთ მიდის, ის სარგებლობს ახალი პასპორტით, რომელიც სწორედ ბიომეტრიული პარამეტრები, რომელიც მოიცავს კათოლიკოს პატრიარქის ბიომეტრიულ პარამეტრებს. ასე რომ მე პირადად აქ საშიშროებას ამ მიმართულებით ვერ ხედავ, თუმცა ჩათვალ ვესაუბრო, აქ საჩუბარიც არაფერი არ არის. ადამიანებს შეიძლება ასეთი აზრი გქონდეთ, წაიკითხეს რაღაც რაღაცა მორჩია ავტორიტეტულმა, რომ ეს ასეა საშიშროება არსებობს. თავშეთ და ვისაუბროთ ამ საკითხებზე. მინდა გითხრათ, რომ ფორუმის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ მანაც ძალიან კარგად იცის რა არის ბიომეტრიული მონაცემები და რასთან არის ის დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში ის არ ამბობს, რომ ეს რაიმე ხიფაც შეიცავს ადამიანის სულიერების თვალსაზრისით. მადლობთ. შემდეგი შეკითხვა განსაკუთრებით ზურაშვილისგან კვლავ ბატონ რევას 26 მაის მომხდართან დაკავშირებით რა ანალიზს გააკეთებთ? ძალიან ვრცელი შეკითხვაა. უშუალოდ 26 მაისთან დანაშაულია ჩადენილი მშვიდობიანი მომიტინგეები, უსასტიკესად არიან ნაცემი, არის მსხვერპლი დაღუპული ადამიანები. გამოძიება არ მიმდინარეობს, პირდაპირ მინდა გითხრათ, მიუხედავად არა მარტო ქართული საზოგადოების მოთხოვნისა, არამედ საერთაშორისო საზოგადოების სრულიად კატეგორიული მოთხოვნისა. მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე ასე ვერ დამთავრდება და სააკაშვილმა ამ ხელისუფლებამ მთლიანად ზღვარი გადალახა ასეთი რამის შემდეგ ხელისუფლება დიდხანს ვერ ინარჩუნებს ხოლმე ხელისუფლებაში თავს. ეს უშუალოდ 26-ში რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით. მანამდე რაც ხდებოდა, ეს საკმაოდ რთული თემა.
და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ამაზე უნდა იმშელოს, რაიმე სერიოზული იმშელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე პირადად სერიოზული როგორ არ მომისმენია, მაგრამ აი საკმაოდ ხანძლივი დროში რომ ყველა ადამიანამდე მივიდეს, როგორ და რანაირად შეიძლება ბრძოლის წარმოება, ხო, მე ასეთი არ ვიცი მართალი გითხრათ, ჩვენი ნაკრიცაა შეიძლება ესა პოლიტიკოსები და ამ შემთხვევაში ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებისაც. ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლები, თუ არ დაგაკმაყოფილებთ და დამიზუსტებთ, ეთქობა არის ამის შესაძლებლობა, ხო? ქალბატონმა კიდევ დასვას შეგეთქვათ დააზუსტოს და მოგწერეთ და მე შევეცდები დეტალებში ვისაუბრო ამ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც მე ვიცი და რომელზეც შესაძლებლად ჩემი თქვა კომპეტენტური მეტნაკლებად კომპეტენტური აზრი მაქვს. მე არ მიყვარს ყველა საკითხის მსჯელობა, მათ შორის ისეთებზე განსაკუთრებით, რომელშიც ნაკლებად ვერ ყვევი. გლავ განსაკუთრებაშვილის ორ შეკითხვას ბარემ ერთად დავსვამ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანა? ეს ერთი და მეორე. პირდაპირ ვიტყვი. დიახ, რა თქმა უნდა არის, ამას რუსეთიც არ უარყოფს რამდენადაც მივეცი. ვერ უარყოფს უბრალოდ რა. დიახ, ის ოკუპანტია, მას ოკუპირებული აქვს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის 20%, ამიტომ აქ დავა არ ხდება. და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველ რიგში რა რეფორმებს გაატარებთ? ძალიან ზოგადი შეკითხვებია, უნდა გითხრათ, რომ არ მიყვარს ზოგადი შეკითხვები, მაგალითად, რა სიტყვით ქართულ ეკონომიკაზე, არაფერსაც არ ვიტყვი. იმიტომ რომ კონკრეტულად უნდა გითხრათ, რა გაინტერესებთ, ხო? როგორია შეკითხვა, რა რეფორმებს გავატარებთ? აუცილებლად მაინც გიპასუხებთ. რა თქმა უნდა, მმართველობის რეფორმას გავატარებთ პირველ რიგში, მომენტალურად. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ რიგითობა იქნება დაცული, პარალელურად წავა და გითხარით, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ვრცელი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი, დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას. სარეფორმო არის ახლა, რეფორმას უნდა ექვემდებარებოდეს ჩვენ ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო. ბიზნეს გარემოდან დაწყებული განათლების სისტემით დამთავრებული, რეგულად განათლების სისტემიდან დაწყებული ბიზნეს გარემოთი დამთავრებული. ყველგან პრაქტიკულად კატასტროფული მდგომარეობა არის. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი სფერო, სადაც მდგომარეობა მეტნაკლებად კარგად არის. არ ვიცი ასეთი სფერო, ამიტომ საუბარი საკმაოდ ვრცელია, იქნება დავაკონკრეტებ და მაშინ დეტალურად გიპასუხებ. შემიძლია შემდეგი ხო? ალექს სტროგოვ გეკითხებათ, დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლებაში თუ მოხვედით, თავიდან აიცილებთ ქართულ ძმაკაცურ ნათესაურ კლანურ აზროვნებასა და შეძლებთ ღირსეული ადამიანები დაიყენოთ გვერდში სამშობლოს მმართველობის საკითხებით. მე გაცილებული მქონდა, პასუხს ვიძევი, აცილებ 8 წელი ვიღავი კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ჯერ ეგეთი პრეტენზია ჩემთვის არავის არ დაუყენებია, სხვა პრეტენზიებთან ერთად. რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს, ხო, რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ეროვნულ ფორუმშიც, დღესაც და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც. თქვენ ასე დასვით შეკითხოთ, ვაცდები, ფიქრობთ, რომ შეძლებთ თავიდან ავიცილოთ, რომ ნაწილობრივ შევძლებთ და ალბათ დიდ ნაწილში შევძლებთ, ყველაფრის თავიდან აცილებას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სუფთა ხელისუფლებები მე არ ვიცი ქვეყანაზე, უბრალოდ ხელისუფლებას თვითგამწყებლის მექანიზმები უნდა ჰქონდეს ძალიან რეალური, კონკრეტული და სწრაფად მოქმედი, ეფექტურად მოქმედი. აი ამ მექანიზმების შექმნას აუცილებლად მოვახერხებთ. დიახ. ხო, უბრალოდ ალექს სტროგოვი ასევე აღნიშნავს ამ შეკითხვასთანვე, რომ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვეძებ იმ ძალას და იმ ხალხს და იმ ძალას, ვისაც ხარჯ დაუჭერ მომავალ არჩევნებში და რა თქმა უნდა მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვისაც სურვილი აქვს ემსახუროს ხალხს. ხო, ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით რა, ეძებეთ ბიოგრაფიებში ხარვასები. ნუ დაუჯერებთ მარტო საუბრები ძალიან ბევრი იცის, ძალიან კარგი, მით უმეტეს სტანდარტული ფრაზეოლოგია დაამუშავა პრაქტიკულად სოფლა, მათ შორის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმაც, რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იციან. მათაც კი დაამუშავეს, ამიტომ ძალიან ძნელად გასარკვევი არის ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ ტყუილს. აქ ეთყობა უნდა წავიდეთ, ჩემი რჩევა ასეთი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიქცევი, უნდა წავიდეთ ასეთი ალბათური პრინციპით, რომ თუ წარსულში ბევრი არაფერი გაუფუჭები ამ კაცს, სავარაუდოდ მომავალშიც არ გააფუჭებს, თუმცა ეს გარანტია არ არის. თუმცა
ეს გარანტია არ არის რომ არ გაახუჭეს, ხო? მე ბევრი ადამიანი მინახია ლამის ანგელოზები წარსულში და მომავალში აფთრებად გადაიქცნენ მათ შორის ხელისუფლების ზოგიერთი დღევანდელი წარმომადგენელი ამ წუთისთვის გვარებს არ დავაკონკრეტებ. ამიტომ მაინც ყველაზე უფრო რეალური არის ადამიანების ბიოგრაფიებით დაინტერესება რა უკეთებიათ ცხოვრებაში. და იმის მიხედვით საკუთარი არჩევანის გაკეთება. თუმცა ბუნებრივია მნიშვნელოვანია მათი დღევანდელი შეხედულებების სწორიც. მადლობ კახა გოგოლაშვილის შეკითხვა ბატონ რეზო როგორც მოვისმინე ექვსიანი შემოდგომაზე აპირებს გააქტიურებას. ამიტომ საჭიროა ყველა ოპოზიციური ნაღდი ოპოზიციური ძალების გაერთიანება და ერთ საკითხზე შეთანხმება. რა ხდება ამ კუთხით? ალბათ უნდა დამთავრდეს ურთიერთშორის კინკლაობა და თუ მიდის მოლაპარაკებები. ბატონმა კახამ, ჩემზე მე უკეთესად იცი ზოგიერთი ეს საკითხი, თუ იმ კახა გოგოლაშვილს ვასუხობ ახლა, რომელსაც მე ვიცნობ ძალიან ახლოს. კი, სურათით კახა მივესალმები გასაუბრებლად. ხო, რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციური ძალის და აგით ნაღდიც არ უნდა იყოს შეთანხმება ვერ ხერხდება, ისევე როგორც ვერ ხერხდება ყველა დადებითი ადამიანის ერთი და იგივე საკითხზე შეთანხმება, ადამიანთა აზროვნება, თვისებები და სხვა საკითხები მრავალფეროვანია, აქედან გამომდინარე. არც არის სასურველი ეს. თუმცა ყველა შეთანხმება რაღაც საკითხებზე შესაძლებელია, ერთ საკითხზე, ორ საკითხზე შესაძლებელია, ყველა საკითხზე ისევე მეორე, ყველა შეთანხმება შეუძლებელია და სასურველიც არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ერთგვარ უნათმოაზროვნე საზოგადოებას, ერთი და იგივე რატო იქნებიან პარტიები განსხვავებული, არ ვიცი, ერთპარტიულ სისტემას და ასე შემდეგ. ჩვენ ეს გაგუულია, მე დათქვა ყოველ შემთხვევაში ბატონო კახა ახალგაზრდზე არ ვაყარებო და გვიბრძოლია ერთად რომ ეს სისტემა არ ყოფილიყო. მადლობთ, რა დავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. კვლავ ალექს სტროგოვი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დღევანდელ ინტერაქტივში. თუ მოხდა ისე, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენი მმართველობით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვიდა მრავალდღიანი პროტესტით, რას იზამთ, რას დაუპირისპირებთ მათ? პირადად თუ მეკითხებით, მე ერთხელ წერილი დამიწერეს კოლექტიური დაახლოებით 15 კაცი აწერდა ხელს და მე დავწერე გადადგომას განცხადება. ეს პროცესი არ შედგა, რადგან იმ 15 კაციდან 14-მა მითხრა, რომ არ ვიცოდი რაზე ვაწერინებდათ ხელს, ოღონდ მე არ მომიკითხე, მე რომ დავწერე გადადგომა განცხადება, ეს თავისით იაქტიურეს, მათ არ ელოდებოდნენ ასეთ რამეს, ასე რომ ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში. როგორი იქნება მთლიანად ხელისუფლების პოზიცია, არ ვიცი. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი გწყეულის, რა თქმა უნდა, წახვიდეს სახლში. და მეცაც გეტყვი, პასუხიც უნდა აღვო იმის გამო, რის გამოც გწყეულია. ასე მგონია. მადლობთ. ულჩა ხაჩიშვილი გეკითხებათ. ბატონ რევას, თქვენ იყავით ორგანიზაცია დასის თავმჯდომარე, შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარე, ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე. ამჟამად ხართ ეროვნული ფორუმის გენერალური მდივანი. მაინტერესებს რომელი პარტია იქნება თქვენი შემდგომი არჩევანი და ნავსაყუდე? ძალიან ყურადღებით შეუსწავლია ბატონ უჩას, ხო? ჩემი ბიოგრაფია, მე რომ დასის თავმჯდომარე ვიყავი, ბატონ უჩა. უნდა იცოდეთ, რომ დასი მთლიანად შევიდა რესპუბლიკურ პარტიაში, ესე იგი მე პარტია არ გამომიცვლია, ხო? ასე რომ ეს ორი მოვაკლოთ თუ ერთად დავტოვოთ რა? ხო. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარეობას, ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარე ჩემს გარდა იყო მიხეილ სააკაშვილი, ასევე თანათავმჯდომარე და ლევან ბერძენიშვილი. ლევან ბერძენიშვილს რატომღაც არ უსვამენ ასეთ შეკითხვას ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარეობასთან ერთად ის იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. ანუ მოძრაობის თანათავმჯდომარეობა და წევრობა არ ნიშნავდა პარტიის შეცვლას. ასე რომ მე პარტია არ შემიცვლია, მე ასევე ვიყავი სხვა პარტიის წევრი. ჩემო კარგო. რაც შეეხება ლიბერალურ პარტიას, ნუ ერთადერთი პარტია, რომელშიც მე ვიყავი, ეს იყო რესპუბლიკური პარტია. შევქმნები დავიწყეთ ლიბერალური პარტიის შექმნა, მაგრამ ვერ გავქაჩეთ პირდაპირ გეუბნებით, პირველ რიგში ფინანსური შესაძლებლობების გამო. ხო, ამიტომ ამ ჩემმა მცდელობამ არ გაამართლა. და დღეს არის ეროვნული ფორუმი. ანუ რესპუბლიკური პარტია და ეროვნული ფორუმი. ახლა რატო დავტოვე რესპუბლიკური პარტია, ეს სხვა თემა იქნება, თუ იქნება შეკითხვა, ამას არ დავმოვაკლებ, რა თქმა უნდა. ასე რომ რესპუბლიკური პარტია და ეროვნული ფორუმი. ბატონო,
უჩა ხო ბატონო უჩა ალექს სტროგოვი გეკითხება ისევ არჩევნებზე საუბარი მიდის დიდი ხანია იმ შემთხვევაშიც კი თუ არჩევნები ჩატარდება ვადებში და არა ნაადრევად ხომ არ ფიქრობთ რომ დააგვიანეთ მით უმეტეს რომ ახლა ბრძანეთ რომ ჯერ კიდევ არ ხართ ჩამოყალიბებული არჩევნებთან დაკავშირებით ალექს ბატონ ალექს დამიზუსტებ და მერჩინა მაგრამ უნდა ორივენაირად უპასუხოს იგი გულისხმობთ 6-იანს თუ გულისხმობთ ფორუმს ასეთ შემთხვევაში არ ვიცი მართლა მიგითხრათ პასუხი არ მაქვს პირდაპირ ნუ არ მაქვს პასუხი ასე გადაწყვეტილად მე იმიზეზის გამო თუნდაც რომ არ ვიცი როგორი იქნება კონფიგურაცია 6-იანი დარჩება 6-იანად თუ არა მოემატება თუ არა დააკლდება თუ არა ფორუმი 6-იანში იქნება თუ არა მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს მაგრამ იქნება თუ არა არ ვიცი ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და ცალკე თუ იქნება ფორუმი მიიღებს თუ არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას იმ გარემოში მიიღებს მონაწილეობას რომელიც დღეს არის თუ რაღაცა გაუმჯობესება მაინც იქნება და ასე შემდეგ პასუხები არ მაქვს მართალი გითხრათ იმიტომ რომ მუშაობის პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივია დიდხანს უპასუხობა და ფორუმსაც და დავიგე ხო დიდხანს არც 6-იანს და არც ფორუმს უპასუხობა არ შერჩება მათ პასუხები უნდა მოძებნოთ ამ პროცესში ვართ მუშაობის პროცესში ვართ პოზიციებს ვათანხმებ და რა თქმა უნდა გაიგებთ თქვენს და სხვაებიც ჩვენს პოზიციებს ფიქრობთ ამ საკითხებზე მინდა გითხრათ არ გიმალავთ რომ პრობლემები არსებობს მადლობთ ალექს სტროგოვი ისევ იქნება არსებობს სამოქალაქო საზოგადოება მაგრამ აღარ სჯერათ იმ ძალის რომელმაც ეს საზოგადოება უნდა მართოს ისეთი სახის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება როგორცაც თქვენ აღწერთ ჩვენ ამ თეებში ვიხილეთ ლონდონური რეპორტაჟი ხო სიტყვა მართოს არ მომეწონა და შესაბამისად არ გეთანხმებით მოსაზრებაში ბატონო ალექს ძალიან მომწონს თქვენთან გამართოს სხვათაშორის უნდა გითხრათ იმიტომ რომ საკმაოდ მომზადებული ბრძანდებით და მე ძალიან მიყვარს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა თუ გაქვთ შესაძლებლობა იქნება შემოგვიაროთ ფორუმში და ვისაუბროთ თუ საქართველოში ხართ ამ პერიოდის ну დღეს ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება მართვას სამოქალაქო საზოგადოებას არავინ არ მართავს ამაშია თქვენი შეცდომა ზუსტად მე რომელ საზოგადოებაზეც ვილაპარაკებ ისიქით მართავს ხელისუფლებას პირდაპირ გეუბნები საქმე ის არის რომ საზოგადოებას რომელსაც შეუძლია და აქვს უნარი თვით ორგანიზებასა მისით манипуლირება შეუძლებელია თუ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს მას მისით ხელისუფლება ვერ манипуლირებს და პირიქით უფროა რაგინ ცუდ ხელისუფლებას ამუშავებს ქვეყნის საკეთილდღეოდ სამოქალაქო საზოგადოება თუ რა თქმა უნდა ასეთი არსებობს ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების მართვა ძალიან რთული საქმეა ჩემო კარგებო უბრალოდ ამ საზოგადოებასთან ხელისუფლებაში მომავალი ადამიანები აფორმებენ ერთგვარ სოციალურ შეთანხმებას ხლებავთ ხელშეკრულებას რომ მე გავაკეთებ ამას თუ თქვენ დამიჭერთ მხარს გავაკეთებ ამას და მე თუ არ ასრულებენ პასუხს აგებენ თავის ტყუილებზე ხო სამოქალაქო საზოგადოებასთან იდება ხელშეკრულება და ეს საზოგადოება ხელისუფლებას აძლევს გარკვეულ უფლებებს რაზე მეტი უფლებაც ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს ანუ ხელისუფლებას არ აქვს სხვა უფლება გარდა იმ უფლებისა რომელიც მისცა საზოგადოება კლასიკურ შემთხვევაში ეს არის სულ რამდენიმე უფლება ხო რა არის ესა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მოქალაქეთა ღირსების და უსაფრთხოების დაცვა ანუ მარცხწესრიგი და ასე შემდეგ სულ 1-2 რამ ამის იქით წასული ხელისუფლება რა თქმა უნდა არის კანონს მათ შორის ქართულ კანონმდებლობას კონსტიტუციას და ასე შემდეგ დანარჩენ სამოქალაქო საზოგადოება თვითონ აგვარებს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი უსაფრთხოება ღირსეული ცხოვრების პირობები თვითონ ღირსეულ ცხოვრებას საზოგადოება თავად უზრუნველყოფს ცალკეული ინდივიდი თვითონ უზრუნველყოფს ასეთია ჩემი მოსაზრება თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ეს არ არის ბეჭედი და ჩვენ ამ საკითხებზე შეგვიძლია ვიკამათოთ ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ბატონო ალექს დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი აზრის მოსმენა და აუცილებლად გესტუმრებით წასვლამდე უკვე პასუხა ბატონა მისამართსაც გეტყვით თუ გნებავთ ლვოვის ქუჩა 82 ეროვნული ფორუმის დროშაკიდი ადვილად მოაკნევთ ლვოვის ქუჩის ბოლოს სახლია კანდელაკის პარალელური და მეორე ქუჩა
კიდევ ერთი შეკითხვაა გვანცეკინ ტურაშვილისგან, საინტერესოა რა რეფორმებს გაატარებდით განათლების სისტემაში? ძალიან კაი თემაა საერთოდ და ტრადიციული თემაა საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა მე შვილი მყავს 19 წლის, ამიტომ განათლების სისტემის პრობლემა ჩემი ოჯახის პრობლემა იყო და არის დღესაც. ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. მანამდე სწავლობდა სკოლაში და მე უნდა გითხრათ, რომ განათლების დონით იმ დონით, რომელსაც დღევანდელი სკოლა, საშუალო სკოლა აძლევს, მე ვერაფერს ვერ გეტყვით უმაღლეს სასწავლებელზე არ ვიცი, საშუალო სკოლა აძლევს ახალგაზრდებს, ბავშვებს, სრულიად არასაკმარისია, მე ვფიქრობ. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ სკოლის როლი და ფუნქცია და ავტორიტეტიც უნდა გაიზარდოს. ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არა იმ რეფორმებით, რომლებიც ამ ხელისუფლებამ ჩაატარა. კარგია, როცა მისაღებ გამოცდებზე უმაღლესში წასასვლელად ადამიანები აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რომელიც შემოღებულია მხოლოდ იმისთვის, რომ კორუფციის დონე და მასშტაბი შემცირდეს და ეს ასეც მოხდა, მაგრამ ეს არ არის სრულიად საკმარისი. აი, ძალიან ძელი თემა, უბრალოდ მარტივ მაგალითს მოგიყვანით. მე ერთიან ეროვნულ გამოცდებს გადავიტანდი სკოლაში და შესაბამისი კულების მიხედვით მე ადამიანები თვითონ აირჩევდნენ უმაღლეს სასწავლებლებს და უმაღლესი სასწავლებლები ადამიანებს, ვინც დააბრუნებდა შესაბამის საგნებში კულებს. აი ეს ორი გამოცდა პრაქტიკულად ორივეში ხო ერთმანეთის მიღულებით ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება პრაქტიკულად სკოლის გამოსაშვებიც და უმაღლესში ჩასაბარებელი სრულიად ზედმეტად იმაში არის სკოლის გამოსაშვები, რომ დავტოვოთ, იქნება სკოლის ავტორიტეტის, ანუ მოთხოვნა სკოლაზე უფრო მაღალი აღმოჩნდეს. არ ვიცი, მე ამ საკითხებში დილეტანტი ვარ, უფრო შორს ვერ მივდივარ, მართალი გითხრათ. ამიტომ სკოლის და განათლების რეფორმა ჩემი საკითხი არ გახლავთ. ისევე როგორც ზოგიერთი სხვა საკითხი. მე ვთქვი ერთხელ და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ არ მიყვარს ისეთ საკითხებში საუბარი, რომელშიც დილეტანტი გახლავართ, ანუ დილეტანტის გასაგებია ხო, რაც არის, არ ვარ უცოდინარი, თუმცა ასე ვთქვათ, სპორტული ტერმინოლოგიით რო ვთქვა, მოყვარული ვარ და არა პროფესიონალი ამ საკითხებში. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. მასწავლებლის ფუნქცია, მასწავლებლის როლი, მასწავლებლის ავტორიტეტი, მისი სოციალური დასვა, ასე შემდეგ, ასე უამრავი პრობლემაა ხო განათლების სისტემაში. მე ძალიან გამიჭირდება მათზე საუბარი, მართალი გითხრათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფორუმში არ არის ხალხი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და საუბრობს. მადლობთ, გადავიდეთ ხო შემდეგ შეკითხვაზე უკვე. რომა ოსანაძე გეკითხებათ. ცოტა წვრილად არის. ბატონ რევაზ, როგორ აპირებთ ხალხის ნდობის დაბრუნებას? რა ღონისძიებები ტარდება, რომ ხალხის ნდობა ცოტაოდენ მაინც იქნეს შენარჩუნებული და აპირებთ თუ არა ხალხს გააცნოთ თქვენი გეგმები, მიზნები და ის თუ რა ელის ხალხს იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაიმარჯვებთ? აძლევთ თუ არა ხალხს იმის გარანტიას, რომ თქვენ გაიმარჯვებთ, რომ თუ თქვენ გაიმარჯვებთ ხელისუფლებას არ გაეკარება ისეთ ხალხი, როგორიცაა ბურჯანაძე, ბიწაძე, ნოღაიდელი და სხვანი? აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ გარანტია ეს თქვენი სიტყვაა და თქვენ გენდობით პასუხიდან გამომდინარე უკვე დაგიდგებით გვერდით. ხო, როგორ ვაპირებთ ნდობის დაბრუნებას მუშაობით, როგორც მოვიპოვეთ ის ნდობა, ისე ვაპირებთ ამ ნდობის შენარჩუნებას. დავკარგეთ ნდობის ნაწილი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე ამაში დარწმუნებული. ახლა რაც შეეხება ბურჯანაძეს, ნოღაიდელს და სხვებს, ფორუმი მათ მოყვანას არსად არ აპირებს და თუ საზოგადოება მოიყვანს, ეს მისი არჩევანი იქნება. რაღაც მხარდაჭერა ეთყობა ამ ადამიანებს რაღაცა პროცენტებით ეს გამოიხატება და არჩევნები ამას აჩვენებს, თუ რა თქმა უნდა არჩევნების სამართლიანად ჩატარდა. ამიტომ არავის მოყვანას ფორუმი არ აპირებს. ფორუმი იმიტომაც არის პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი პერსონალური შემადგენლობით, რომ მას ყველა მიმართულებით თავისი წარმომადგენლები ყავს, თუმცა ბუნებრივია ლაპარაკები არის არა ამ კონკრეტულ ადამიანებთან ამ წუთში. არ არის ამაზე ლაპარაკი. ხო, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ბლოკებზე 6-იანიც ამის მაჩვენებელია, რა. ვცდილობთ რომ შევქმნათ პოლიტიკური ბლოკი, თუმცა ეს შეიქმნება თუ არა და დარჩება ერთ საკითხზე მოსაუბრად და მებრძოლ ბლოკად, ერთი საკითხვისთვის მებრძოლ ბლოკად და კოალიცია. ამას მომავალი აჩვენებს. კიდევ ვიმეორებ, ადამიანები ვინ თქვენ ჩამოთვალეთ და კიდევ სხვებიც, ხო?
იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია და არა ეროვნული პრობლემისა. მე მგონი სრულად გაგეცით პასუხი, ამიტომ დაუყოვნებლივ თქვენ ასე თქვით. თქვენი პასუხისგან გამოგიდებული იქნება დაგიდგებით თუ არა გვერდში. მე გაგეცით კარგი პასუხი, ასე ვფიქრობ და უნდა დაგიდგეთ გვერდში. მადლობ. შემდეგი შეკითხვა, ალგეც მგლისანი, ასეთი სტრონიმით არის ერთ-ერთი მომხმარებელი. პირველი კითხვა, ამბობთ 6-იანს დასავლეთის ხარდაჭერა გააჩნია. მეინტერესებს ეს რომელი დასავლეთია 26 მაისს მწვანეში უფრო მაუნთო დარბევას თუ სხვა დასავლეთს გულისხმობთ? არა, სხვა დასავლეთი უბრალოდ არ არსებობს. მეორე კითხვა დავასრულოთ ხო? დიახ, რა თქმა უნდა. მეორე კითხვა 2004 წლის შემდეგ მიწაზე გართმული სააკაშვილი ბევრჯერ ვნახეთ და იმდენჯერვე ფეხზე წამოდგა ჩატარებული 2004 წლის შემდეგ მიწაზე გართმული სააკაშვილი ბევრჯერ ვნახეთ და იმდენჯერვე ფეხზე წამოდგა ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგად. კიდევ როდემდე გამოუსწორებთ იმიჯს შერცხვენილ სააკაშვილს? მე მეკითხებით პირველ პირში უნდა ვისაუბრო ამ შემთხვევაში რომ მე გამოუსწორე იმიჯი სააკაშვილს არ ყოფილა ასეთი შემთხვევა მართალი გითხრათ. საკრებულოში მე მოვხდი მეორე ნომერი ვიყავი სიაში და იმავე დღეს წამოვედი საკრებულოდან რატომაც ეს ბატონი არა ეს 2004 წლის შემდგომ პერიოდზეა ლაპარაკი. ხო არ გამომისწორებია მე არ სააკაშვილისთვის არანაირი იმიჯი ვერ ვიცრები. ხო 2009-ში არა 2008-ში კი ბატონო 10-ში არ მიგდია რა თქმა უნდა. როცა ჩავთვლით საჭიროდ არჩევნებში მონაწილეობას, ანუ ესე იგი ვთვლით რომ არის გამარჯვების შესაძლებლობა მივიღეთ მონაწილეობას, ასეთი იყო საპრეზიდენტო არჩევნები და საპარლამენტო 2008 წლის კინაღამ გავიმარჯვეთ არა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2010-ში ვთვლით რომ გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს და ეს მარტო განმდებლობაზე არ არის დამოკიდებული, სუბიექტი არ არის გამარჯვებელი. და ეს უფრო მნიშვნელოვანია მე თუ დამიჯერებთ რა, რომ სუბიექტი ჩამოყალიბდეს, რომელსაც გამარჯვების მოპოვება შეუძლია. ანუ ჩვენ რო ვიტყვით რომ გავიმარჯვებთ, ის კი არა, რეალურად რომ შეიძლება გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ საარჩევნო გარემოში. ასეთი სუბიექტი იყო მრგვალი მაგიდა 90 წელს, მას ნებისმიერ საარჩევნო გარემოში შეეძლო გამარჯვების მოპოვება და მოიპოვა კიდევაც. ჯერჯერობით ასეთი სუბიექტი მას მერე არ ჩამოყალიბებული ნულა გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობასაც 2003 წელს ის არ იყო ის სუბიექტი რომელიც ერთპიროვნულად მოიპოვებდა გამარჯვებას არჩევნებით. რევოლუცია ცოტა სხვა საკითხია და იქ რევოლუციის იმიტაცია უფრო იყო ჩემი ინფორმაციით, მართალი გითხრათ, ვიდრე რეალური რევოლუცია. ანუ შეთანხმებით მოხდა ეს ყველაფერი ხელისუფლების, მაშინ მოქმედი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან. და 21 დღის განმავლობაში, იმიტომ გაგრძელდა მთელი ეს პროცესი რევოლუცია წოდებული, რომ მიმდინარეობდა შეთანხმება ჟვანიას, საკითხი უნდა გადათამაშებულიყო სააკაშვილს. რჩა და გათავდა. დასავლეთთან და რუსეთთან მიდიოდა შეთანხმება. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია. მე თბილების ლაპარაკი არა. ყოველ შემთხვევაში მე ეს ინფორმაცია სანამ ეს რევოლუცია მოხდებოდა, მანამდე ვიცოდი ასე რომ რევოლუცია ჭალებში ვამბობ მხოლოდ დაადასტურა ეს ინფორმაცია. დეტალებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვინ ვისთან თანხმდებოდა და ვისთან რიგდებოდა საზოგადოების გულანთებული ნაწილის ხარჯზე. ამიტომაც გვაქვს ეს ასეთი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება საზოგადოებას არ მოუყვანია, რევოლუცია არ მოუწყვია, რევოლუცია არ მომხდარა, თუმცა ხალხი ქუჩაში გეცრფელად იყო გამოსული. ამიტომ არ აინტერესებს სააკაშვილს საზოგადოების აზრი. იმიტომ რომ ის სხვა ძალებმა დასვეს ხელისუფლების სათავეში. გავაგრძელოთ იგივე ადამიანისგან ალგეც მგლისანი ამ სეპტემბერით არის. კითხვა 2004 წლის შემდეგ უკაცრავად ეს გავიარეთ უკვე მოხდა სასწაული და არჩევნები მოიგეთ. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი წავა? თუ წავა, მაშინ სად წავა? ისიც გითხარით. ან თავის ფეხით უნდა წავიდეს ციხეში, არც თვლად ეგეთი გიჟია, ან თქვენ უნდა გავუშვათ დასასვენებლად სადმე ეგზოტიკურ კუნძულზე, რაც თავისთავად ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომს ამ ქვეყანაში. გამოგიცნიათ ყველაფერი და მე რაღაც მეკითხებით. თუ ჩემთან კამათი გინდათ უბრალოდ იმიტომ რომ მე კამათო, ან თქვათ რომ მე არასწორ პასუხებს ვიძლევი, აქ სხვა საკითხია. თუ ჩემი აზრი გინდათ, მაშინ თქვენი აზრი უკვე გამოგხატეთ, რომელსაც მე არ ვეთანხმები, ასე რომ აქ ჩვენ საკამათო არაფერი არ გვაქვს. არსად არავის გაშვებას არ აპირებს
მით უმეტეს ეგზოტიკურ კუნძულებზე არჩევნების მოგება არ გახლავთ სასწაული ხო და ბევრი რევოლუციონერი ფორუმს ვეეტყვი რომ ქუჩას უთხის და ასე შემდეგ ხო მეუბნება აი არაფრით არიზამს სააკაშვილი მაგას ყოჩა როგორ გამოიცანი მე ვერ გამოვიცანი და შენ მაგარი ყოფილიყარ გამოიცანი და მაბადია თუ ამას არიზამს თუ გარემოს არ შეცვლის მაშინ რატო წავა და როგორ აპირებ რევოლუციის მოწყობას თუ თვითონ არ წავა იარაღით და ყველა რევოლუციონერი ამ მტკიცებს რომ ხელში იარაღი არ უჭირავს და როგორ შეძახილი და ასე შემდეგ ხო ანუ ტყუილებით ამიტომ არ არის საჭირო ასე ვთქვათ ხალხის მოტყუება თუ რევოლუციით შეგიძლია გაუშვა ესე იგი არჩევნებითაც შეგიძლია გაუშვა თუ შენ რევოლუციური მხარდაჭერა გაქვს ხალხისა რა თქმა უნდა არჩევნებითაც გაუშვებ და თუ არჩევნებით არ გამოგივა მაშინ რევოლუციით იმავე არჩევნების შედეგების გაყალბების გამო გაუშვებ ასე რომ საკითხი ძალიან მარტივია და ბევრ კამაც არ ექვემდებარება ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში თქვენ ეთყობა სხვა აზრი გაქვთ მე არ ვარ წინააღმდეგი რომ თქვენ ასეთი აზრები გქონდეთ მარია დილაშვილი აი საგანმანათლებლო სისტემაზე უბრუნდება როგორც ხდები არ მიგაჩნიათ რომ ორივე გამოცდა აუცილებელია და სრულად განსხვავებულია არა არ მიმაჩნია რომ ორივე აუცილებელია რა თქმა უნდა განსხვავებულია ერთიანი ეროვნული გამოცდები შეიძლება ჩატარდეს როგორც გამოშეცაშვები გამოცდები და იქ მიღებული ქულების მიხედვით უმაღლესი ადგილების გადანაწილება თვითონ უმაღლესი სასწავლებლები უნდა ირჩევდნენ იმ ადამიანებს ვისაც მაღალი ქულები აქვთ შესაბამისი აპროფილირებელი საგნების მიხედვით მე ვფიქრობ ერთი გამოცდა კი არა ერთი ეტაპი გამოცდებისა საკმარისია მე მიმაჩნია რომ ყველა საგანში უნდა ტარდებოდეს გამოცდები მაგრამ მე არ ვთვლი სწორად ასეთ რამეს რაც წელს მოხდა რომ ერთი წლით ადრე გამოცხადდა რომ ყველა საგანში იქნებოდა გამოცდები ადამიანები ასეთი პირობები შეიქმნა მიჩვეული იყვნენ იმას რომ ემზადებოდნენ 4 საგანში მაქსიმუმ 4 საგანში ხალხი თულს ხარჯავდა ამაში უკანასკნელ გროშებს იღებდა ამისთვის და უცბად გამოუცხადეს რომ გექნებათ ყველა საგანში ანუ იფიქრეს სკოლის ავტორიტეტის გაზდაზე რა თქმა უნდა სკოლის ავტორიტეტი ასე არ იზრდება ამას მართლა სერიოზული და კარგი და კეთილგანწყობილი ადამიანების მიერ შესრულებული რეფორმა და ჩატარებული რეფორმა სჭირდება არ ვიცი სოლის სიტყვა ვიხმარეთ თუ არა კეთილგანწყობილი უნდა გინდოდეს ამ საქმის გაკეთება ხო ვფიქრობ რომ ერთი სერია უნდა იყოს გამოცდებისა როგორც სხვა ქვეყნებშია მე არ ვიცი ბევრი ქვეყანა სადაც მისაღები გამოცდები ტარდება და მე იმ ნიჭის და უნარის მიხედვით რომელი საგნების მიხედვით არის ბავშვი ძლიერი ის აგზავნის თავის დოკუმენტებს და საგანში მიღებულ ქულებს და რეკომენდაციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და იმ მიმართულებით ხდება მისი წინსვლა რა მიმართულება აქვს მისთვის უფრო პერსპექტიულია შესაბამისად გამოცდებში მიღებული ქულების შესაბამისად ესეთი სისტემა უფრო სწორად თუმცა რა თქმა უნდა დასაშვებია სხვა ვარიანტებიც ახლა მე არ ვიჯინებ რომ მანდა მაინც ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი შელობ უბრალოდ და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი რა თქმა უნდა რაღაცა პერიოდი ვფიქრობ უნებრივია რომ ადამიანები ვარ და ყოველთვის ვფიქრობ ამაზე მით უმეტეს როცა სახში ყავს შვილი რომელიც აღარ შეაშანაბარებდა ამ გამოცდებს ხო ანუ მიფიქრია ამ საკითხზე თუმცა როგორც სპეციალისტს არა როგორც დილეტანტს როგორც საინტერესებულ დილეტანტს მოგეთ ასე ვთქვათ ბარემ ამავე თემაზე სხვა მოხმარებლის შეკითხვა თუმცა საჭირო თვლით თუ არა რომ მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდები ნუ ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ რომ საჭიროა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ყველა მასწავლებელი არ შეესაბამება იმ საპატიო წოდებას რომელსაც მომავალი თაობის აღმზრდელი ჰქვია ბოდის კი ვიხდი ამ ადამიანებთან იმიტომ რომ არც მათი ანაზღაურება შეესაბამება ამ მოვალწოდებას მართალი გითხრათ და მათი სოციალური პირობები ასე რომ ეს საკითხები ერთმანეთზე არის გადაბმული ჩემი აზრით ამიტომ იძულებული ვიქნებით ჩვენს და იძულებული იქნება ნებისმიერი ხელისუფლება თუ უნდა განათლების მაღალი დონე ჰქონდეს რა თქმა უნდა მასწავლებლის და პედაგოგის სახელის მატარებელი ადამიანების მომზადების დონე უნდა იყოს ძალიან მაღალი.
არა მარტო სადმის სოფლის თვალსაზრისით სხვათა შორის. არის სხვა თვისებებიც კიდევ, ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის კიდევ სხვა თვისებებიც. თქვენი ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა პოლიტიკას გაატარებთ რუსეთთან დამოკიდებულებაში? ძალაუფლებაში არ მომწონს სიტყვა ხელისუფლება, უფლების საფებიანში. რასთან ვისთან რუსეთთან დამოკიდებულება. რუსეთი ოკუპანტია, დეოკუპაცია უნდა მოხდეს საქართველოში. რუსეთთან ლაპარაკის გარეშე ეს პროცესი რა თქმა უნდა არ გამოვა, ამიტომ უნებრივად გება საკითხი, როგორ დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები. მე ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს, იმიტომ რომ არ ვარ თლად დარწმუნებული, რომ რუსეთს სჭირდება მეზობლად მტერი. ხო, ომის შედეგები უნდა გასცოდდეს არა მაინც ომით. ამის რესურსი არსებობს, ვფიქრობ და ჩვენ ამ წუთში უარეს პოზიციაში ვართ მოლაპარაკების თვალსაზრისით და რესურსული თვალსაზრისით, ვიდრე ომამდე ვიყავით, მაგრამ ახლა ყველაფერი გადაწყვეტილი ბუნებრივია არ არის და დამთავრებული არ არის. მე ვფიქრობ, რუსეთთან საუბრის თემა არსებობს და არაერთი რესურსი ამ საუბრისა არსებობს და წარმატებით გადაწყვეტა პრობლემების გადაწყვეტის რესურსიც არსებობს. მთლიანად ვერ ვიტყვი, თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება აფხაზთა მდგომარეობა, ოსეთის მდგომარეობა, ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ ჩვენ მდგომარეობაზე მათთან მიმართებაში, მაგრამ არ ვითვალისწინებთ იმას, რა უჭირთ და რა პრობლემები აქვს. თუ კარგად დავფიქრდებით, ნახავთ, რომ პრობლემატიკა იქ ცოტა უფრო წვავია ვიდრე ჩვენთან, მათ შორის ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ეს მათი უმწოვესი პრობლემა გახლავთ. აქ ქართული როლი ყოველთვის ძალიან მაღალი იყო და აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ აქ ქართველებთან ერთად ყოფნის გარეშე პრაქტიკულად პერსპექტივა არ აქვს. მე დეტალებზე აღარ მინდა ვილაპარაკო აქა. თუ ვინმეს ეს საკითხი აინტერესებს, მოგზავნით და იმჟელოთ უფრო დეტალურად ამ საკითხში. მე მართალი გითხრათ, დილეტანტი არ გახლავთ. განათლების სისტემისგან განსხვავებით მე მაქვს ჩემი სრულიად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და ვიცი ვის და როდის უნდა ველაპარაკო და ვიცი რა საკითხებზე უნდა ველაპარაკო. კარგად ვიცნობ პრობლემატიკას ქართულს და კარგად ვიცნობ პრობლემატიკას კონკრეტულად აფხაზურს, ასე რომ ამ საკითხებზე ლაპარაკი შემიძლია და თუ ვინმეს აინტერესებს, მოგზავნით და ვისაუბროთ. მადლობთ. ახლა კიდე ერთი შეკითხვა არის დათო ჭელიძისგან, რომელსაც აინტერესებს რაიმე კონკრეტულ შედეგს თუ ელოდებით ამ შემოდგომისთვის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. შედეგს ველოდებით, მოიაღწევთ თუ არა სხვა საკითხია. რა თქმა უნდა ველოდებით, ამიტომ რომ მაშინ ახლა სულელები ხო არა ვართ, რომ მუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი. უნებრივია ველოდებით შედეგს, თუ არ მიწყებთ ასეთ პასუხს. ველოდებით, რა თქმა უნდა, შედეგს, თუმცა მივაღწევთ თუ არა შედეგს, ახლა ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც სულ გულში თავს მიჭირს და იძახის ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ამას ვიზამთრებთ. მე ერთი რამე ვიცი, ეს ქვეყანა გადარჩენა. საქართველო გადარჩენილა და კიდევ გადარჩენილა. ხო, ჩემთვის თავარია, ჩემი როლი როგორ იქნება, ჩემი ერთი აგური როგორ იქნება ამ გადარჩენის პროცესში და კონკრეტულად ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ თუ არა, მე ეს არ ვიცი, მაგალითად. ლალი მელისკაური გვეკითხება, იმ შემთხვევაში თუ მიშა არ წამოვიდა ბიომეტრიაზე, არის თუ არა იმის რესურსი მოეწყო საპროტესტო აქციები და რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა? უნდა გითხრათ ისევ სტანდარტული პასუხი, უფრო დიდი ალბათობა რომ ის არ წამოვა ამაზე, უფრო დიდი ალბათობა იმისა, რომ საპროტესტო აქციები ამასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს, ჩემი სურვილი ყოველ შემთხვევაში არის, დამოკიდებული არის რამდენად გენდობიან ადამიანები, არა მარტო ამაზე, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში. ამას მუშაობა ჭირდება, ეს მუშაობა მიმდინარეობს. ისევ სტანდარტული პასუხი არ ვიცი, შედეგებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს ქვეყანა რო გადარჩენა და ზუსტად ვიცი. გამოსწორება აქვს არაერთ არა ასე. ვალ ასე იცია. დათო ჭელიშვილი გვეკითხება, ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და როგორც ჭალებში დემოკრატიული არჩევნები და როგორც ყოველთვის გაიმარჯვა მართლმა პარტიამ. რა თქმა უნდა, გაყალბებით და დასავლეთის მხარდაჭერით. მაშინ რა შევებით? კიდევ ვიბრძვით სასამართლოებით თუ ბოლოს და ბოლოს მივიღებთ რაიმე რეალურ ზომებს? მოდით მე გეტყვით, რომ ბრძოლა თავისთავად არის რეალური ზომა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რეალურ ზომებში რაც გულისხმობთ არ ვიცი, მაგრამ ეჭვმეპარება, რომ
გამოვიცნობ, რასაც გულისხმობთ, ანუ დამხობას გულისხმობთ ალბათ. ხო, ახლა მე ვფიქრობ, რომ როდესაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, მისი დამხობა სრულიად სავალდებულოა. ეს არის იმ თაობის და იმ ადამიანების ამოცანა და მოვალდებულება, რომლებიც იმ პერიოდში ცხოვრობენ მოცემულ კონკრეტულ ქვეყანაში. მე რომ არ თქვა ეს, ამას ითვალისწინებს უამრავი საერთაშორისო დეკლარაცია, ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ადამიანების უფლებებში შედის ეს ამბავი და ჩვენც რა თქმა უნდა განსაკუთრებულები არა ვარ და ასეთი უფლება გვაქვს. როგორ გამოვიყენებთ ამ უფლებას? სხვა საკითხია და უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებზე არ არის ეს დამოკიდებული, ხო? სამოქალაქო საზოგადოება, მე აპელირება ყოველთვის მაქვს სამოქალაქო საზოგადოებისკენ, რომლის ნაწილადაც ბუნებრივია ჩემ თავსაც რთული, ანუ საკუთარი თავის მიმართაც. არის კიდევ შეკითხვები, უბრალოდ ეს უკვე ამ ბოლო წამებში შემოსულები და საქართველოს გადარჩენაში რას გულისხმობთ, ბატონ რევაზო, გეკითხება თუ ჩა? საქართველოს გადარჩენაში გულისხმობ იმას, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი არის მარადიული და იარსებებს ყოველთვის. ამას გულისხმობ. ქართული სახელმწიფო ჩემთვის ეს არის ქართველი ერის გადარჩენის, საბოლოოდ გადარჩენის და მომავალი განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა. გადარჩენაში იმას გულისხმობ, რომ ქართული ერი არსებობს, დღემდე გადარჩა და მომავალშიც გადარჩება. ჩემთვის ეს არის მარადიული ცნება და ასეც არის. რწმენის საკითხი უფრო ვიდრე ცოდნისა, მართალი გითხრათ, თუმცა ჩემი რწმენა ცოდნით არის გამყარებული. ეს ხომ რევოლუციისკენ მოწოდებაო? აი და რა რევოლუციები აკრძალულია ამ ქვეყანაში? დიახ არის. როდესაც არჩევნები ყრილდება, უნდა მოხდეს რევოლუცია, მე შეგადათობი. და იმას რა ქვია, კეკლუცობას დაანებოს ყველა თავი. სააკაშვილისთვის თუ შეიძლებოდა რევოლუცია მით უმეტეს შეთანხმებით, ხო? რა თქმა უნდა, ნამდვილი, ნაღდი, კაცური ქართული რევოლუცია, ხო, ჩემთვისაც შეიძლება. და ქართული საზოგადოებისთვის მით უმეტეს. ასე რომ კეკლუცობას თავი დავანებოთ, იქ სადაც ხელისუფლება არ იქცევა კარგად, ის უნდა გაუშვა. და უნდა გაუშვა, რა თქმა უნდა სცადო არჩევნების გზით, თუ არ გამოგივა, უნდა გაუშვა რევოლუციის გზით. და არის აქ კრიმინალური. დიახ, კიდევ არის? წამე რაღაც ცოტა შემოგვიყვება ინტერნეტი. უხოთ, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ჯგუფია და ქვეყანა გაუძლებს კიდევ ერთ რევოლუციას. გააჩნია როდის ხდება ეს ამბავი, მაგალითად 10 წლის მერე თუ ხდება ვერ გაუძლებს დაწინაურება. ასე თუ გაგრძელდა 10 წელსაც ვერ გაუძლებს. არ ვიცი, მაგრამ ქვეყანა სააკაშვილს რო ვერ გაუძლებს თითქოს, ეს ნამდვილად ვიცი, ამიტომ არჩევანის წინაშე ვდგებით. შევეგუოთ კიდევ რაღაცა ეტაპი, ეს ამბავი ჩვენ გავიარეთ უკვე. აი ვაცალოთ და იქნება გამოსწორდეს და იქნება არჩევნებით მოვახერხოთ და ასე შემდეგ. აი აგერ არის ბოლო დღეებია და ბოლო წელია, მეგონი რა, როცა შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ. დანარჩენი ახლა თუ ქვეყანა შემოგვაცვდა, ძალიან ცუდი პროცესებია დაგეგმილი და მიმდინარეობს უკვე ეს პროცესები, ჩემო კარგებო. არავის შეშინებას არ ვაპირებ, მაგრამ ამ ქვეყნიდან შეიძლება შემოღჩეს გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ დრომდე შემოღჩეს მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი, რომელსაც ხან გაგიკონტროლებს რუსი და ხან არა. ხან გაგატარებს და ხან საშუალებას მოხდებს, ხო? ეს ამბები იგეგმება და ამის საწინააღმდეგოდ მუშაობა რამდენადაც მე ვიცი არ მიმდინარეობს. მათ შორის არ მიმდინარეობს არც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ ამისთვის არც ცალია და ამ საკითხებით არ არიან არც დაინტერესებული, თავს არ იტკივებენ მართლა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ამიტომ უფრო მარტივად უნდა მოვაგვაროთ პრობლემები. მარტივად მოგვარება პრობლემების ნიშნავს, რომ დროზე უნდა გაუშვათ ეს ხელისუფლება და მოვიყვანოთ სხვა და მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ნებისმიერი ხელისუფლება, ჩემიც რომ იყოს მაქსიმალურად ვაკონტროლოთ, რომ რამე
რამე არ ჩაიდინოს. ხელისუფლებას უყვარს რაღაცების ჩადენა, ნებისმიერ ხელისუფლებას. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არ ვიცი რა, თუ მკითხავდნენ, რომ წესიერი ადამიანი დამისახული, აგერ არის, ვარს ვიტყვი დღესაც ხელისუფლებაში ეს კაცი. მასზე უწესოთაც არ ვიცნობ პირდაპირ გეუბნებით. თუმცა ჩემთვის სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ეს ადამიანი, კონკრეტული ადამიანი იყო წესიერების განსაკუთრება. მაგალითებს როცა ვამბობდი, მასაც გულისხმობდი და ვასახელებდი. არ მინდა ეს გვარი ვახსენო, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზეა და ბეწვეთ სამფორმისის. ძალიან კარგად ვიცნობ. ძალიან გული მწყდება. მტერია უბრალოდ ჩემი და არასდროს ამას ის არ იტყვის, მაგრამ ჩემი, იმიტომ რომ მტერია საქართველოს. პირდაპირ გეუბნებით. სულ ორიოდე მცირე რეპლიკა აი უჯახაჩიშვილი რომელსაც შეკითხავდა გისურვებთ ეს რევოლუციური ნაცვლება ქვეყანა გაუძლებს კიდევ ერთ რევოლუციას რომ ვკითხავ მისი რეპლიკა რევოლუციას ხალხის ხარდაჭერა უნდა რაც თქვენ ნაკლებად გაქვთ რისი იმედი გაქვთ ხო ნუ ეს მხარდაჭერა ისეა რა თქვენი აზრით ნაკლებად გვაქვს ჩემი აზრით საკმაოდ გვაქვს ხო და ამას აჩვენებს ხოლმე ასეთი მასობრივი გამოსვლები ან არჩევნები ხო ფორუმს ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ეს ეჩვენებინა და მეორეთაც ჰქონდა და მესამეთაც ჰქონდა ასე რომ ჩვენი აზრები ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა ბატონო ურჩა მაგრამ მე აღნიშნავს რომ ჩვენ ახლა მოწინააღმდეგეები ვართ მე მყავს მეგობრები მათ შორის ფორუმის წევრები რომლებიც ასევე ფიქრობენ რომ ფორუმს არ აქვს ის მხარდაჭერა რომელიც ადრე ჰქონდა მე ასე არ ვფიქრობ ეს აღნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვიჭუბოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვადრო და ყველაფერი გამოჩნდება უახლოესი გეგმები რას აპირებთ სექტემბერში აგვისტოში რაღაც ისეთი ქონია რომ მიძინებულია პოლიტეინიტა ამას აგვისტოში ყოველთვის ასე ჩანს მათ შორის როცა ჩვენ ხვიტკი გადაგვდიოდა დღეში სამ შეხვედრას ვატარებდით რეგიონებში ადამიანები ამბობდნენ რომ ჩვენ ვისვენებდით ახლა ასეთია ამბავი ჟურნალისტებიც ისვენებენ აგერ მაესტრო კათიშვილია თუმცა კავკასია და დავით ალგუბარდია არ ისვენებს და აგრძელებს საქმიანობას გეუბნებით რომ ახლა საფრიდან არ მოვსულა რა აი ამ თქვენთან შესახვედრად ოფისში ვარ დილიდან სავარაუდოდ თუმცა ჩემი ეკიპები მე პირადად ამას მიგწალავენ უკიდურესი აუცილებლობა რომ არ იყოს მე დღეს ოფისში არ უნდა ვიყო არც გუშინ არ უნდა ყოფილიყავი და არც ხვალ არ უნდა მოვიდე კიდევ მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ეს ცოტა ხნის წინ გამოიწერა საავადმყოფოდ მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს და ეს ერთ-ერთი დასტური ამიტომ ვყვები ამ დასტური ესე არ გეტყვით რა თქმა უნდა კარგი პრაქტიკულად ამოწურულია შეკითხვები არის რამდენიმე შეკითხვა მაგრამ ეს უკვე ის ზუსტად იგივე შეკითხვებია რაც თქვენ პასუხები იყო ნახსენები და მადლობის მეტი რა გვეთქმის აი ამ დროისათვის რომელიც დაუთმეთ ჩვენს Facebook-ით. დიდი მადლობა რომ შეწუხდით და მიმასპინძლეთ. თუმცა მე არ ვიცი აქვს თუმარი და მასპინძლები როგორ ნაწილდება, მაგრამ აი ჩემი თავი მირჩევნია სტუმრად ვიგრძნო თქვენი მასპინძლობის პირობებში, ვიდრე პირიქით იყოს ამ წუთისთვის. თუმცა რა თქმა უნდა პირიქითზეც უკან არ დავიხევ ყანწით ხელში მათ შორის. დიდი მადლობა ყველას კეთილგანწყობისთვის და საინტერესო შეკითხვებისთვის. იმედია რომ იმედები არ გაგიცვლეთ, მაგრამ ცოტათი მაინც თუ გაგიცვლეთ, მაპატიეთ, მომავალში ეს პირველი შემთხვევა ასეთი მომავალში ცოტა უფრო ასე ვთქვათ მომზადებული ვიქნებით თქვენთან შესაძლებლად. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა Facebook-ელებს და მინდა გითხრათ რომ თუ გახსოვთ გასულ კვირას, გასულ პარასკევს გუბას სანიკიძე იყო ჩვენი ამ ინტერაქტივების მთავარი გმირი. დღეს ბატონ ლევან შავიშვილს ვესაუბრეთ და შემდეგ პარასკევს გველის შეხვედრა ნოდარ ჯავახიშვილთან, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს განსაკუთრებით ფართოდ და თუმცა ბატონი ნოდარი სხვა საკითხებში ძლიერია, ის პოლიციის წევრია და ნებისმიერ საკითხს ფლობს პოლიტიკურ საკითხებსაც რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობთ შემდეგ შეხვედრამდე, თუმცა ინტერნეტში ჩვენ ურთიერთობას კვლავ ვაგრძელებთ თქვენთან.